მოგესალმებით, თვითონ თქვენთან სოფლმეცნიერებთან გამოწერებით შემიარხე იმისთვის, რომ წალაიქეთ და კომენტარებთ, ინტერნეტის გაგეცნობით მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, პარტნიორის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება, სავარაუდოდ მოქმედება შედარება ასე ვთქვათ, და ნახოთ, ვინ მოვასაუბროთ. იქნება ერთ ვარიანტზე. ნახოთ, რა ენერგიებში არის პარტნიორი, რა ენერგიებში ხართ თქვენ, რა ხდება თქვენ შორის და მე ნახოთ მისი გრძნობა და მოქმედება. პარტნიორის ენერგიები. ეს პარტნიორს რაღაცა სხვა ისეთი ვერ ვიტყოდეთ თუ ენერგიებში არის, საკმაოდ ისეთი კარგი ენერგიებში არის, ეს არის ადამიანი, მიზანდასახული, მიზანსწრაფული, ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი ოცნებები, თავისი გაწერილი გეგმა შეიძლება ითქვას, ადამიანს, რომელსაც საკმაოდ კარგად შეუძლია მართოს გარშემოყოფები, ხო, ძალიან კარგად შეუძლია, ანახეთ, მანიპულატორული კუთხით კი არა, ზოგადად შეუძლია, ადამიანი იმდენად ორატორი არის, შეიძლება ითქვას, რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის კომუნიკაცია, ადამიანი, რომელიც ძალიან ისეთი წარმატებული, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ნორმალური კარიერაც აქვს, რაღაც სამეგობრო წრეში წარმატებული არის, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება რაღაცა რჩევასაც ეკითხება ამ ადამიანს, ხო? ადამიანი, რომელიც ლიდერია, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ამ ადამიანს აქვს ისეთი გარემო ქმნის, რომ ვთქვათ 10 კაციდან 9 შეიძლება თუ 10-ვე არა, მის გარემოცაში ეს რაღაცა უცბად მოექცეს, მის საუბრის კუთხით, ხო, რაღაცა საუბარში ისე მოახდინოს ადამიანმა ყველაზე ზეგავლენა, რომ რაღაცა 10 კაციდან 9 მას უსმენდეს, ხო? ამ ადამიანს საკმაოდ ისეთი ძლიერი ენერგეტიკა აქვს, ხო, რაღაცნაირად. შესაძლებელია ეს ადამიანი ხა, ნახეთ, ესეთი მომენტიც იყოს, რომ არ იმყოფებოდეს თქვენთან ახლოს, თქვათ ტერიტორიული სიშორის მდგომარეობაც გქონდეს, ხო, რაღაცა, შეიძლება ურთიერთობიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში მაგას ნახოთ, აუცილებლად, მაგრამ აქ რაღაც მოდის, რომ შეიძლება აქ ტერიტორიული სიშორის მდგომარეობაც იყოს, ან ნახეთ კიდე როგორი მომენტის სიშორე იყოს, ანუ არ იმყოფ შეიძლება თქვენს გულზე იყოს, მაგრამ ნახეთ, იყოს თქვენ მიუფროსი ვთქვათ, ხო, შეიძლება, იმიტომ რომ ახლა რაღაც იმდენად ორატორი ადამიანი არც ესე მოდის, რომ რაღაცა ვერ თვლით, რომ და რაღაც ცოტა წარმოუდგენელი, რომ ეს ადამიანი რაღაც ურთიერთობაში თქვენთან მოვიდეს, ხო, რაღაცა არ გამოდის, ან ვერ დავუშვებთ, ან ვერ წარმოვიდგენთ, არის ხომ ესეთი მომენტები. კარგი, თქვენ რა ენერგიებში ხართ, ნახოთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ. აი, თქვენ რაც შეგეხება, თქვენ ასკარად ძალიან ისეთი გაურკვეველი სიტუაცია გაქვთ, გაურკვეველი სიტუაცია იმ მხრივ, რომ რაღაცა დასასრული გაქვთ, რაღაცა ასრულებთ ცხოვრებაში, რაღაცნაირად იმ მდგომარეობას, რომელსაც ქვია რა გზაზე წახვიდეთ, ხო, რა გინდათ თქვენ ცხოვრებაში, თითქოს რაღაცნაირად ასრულ. შეიძლება აქ ვიღაცა თავისუფლდება იმ პირადი ურთიერთობის რაღაცა ჩალექილ, დალექილ ემოციებისგან, ხო, აქ თქვენ გაქვთ რაღაცნაირი ცოტა შეიძლება ის მომენტიც არის აქ თქვენს ენერგიაში უფრო კიდევ შეიძლება ის მომენტიც იყოს, რომ ნახეთ, საჯაროა გაშლა, ხო, და ყველასთან ერთი ვერ არის, აქ მეორე მომენტი კიდე არის ის მომენტი, როდესაც ურთიერთობა შეიძლება ახალი საწყისი იყოს, ახალი რაღაცა ემოციები იყოს და ჯერ ვერ გარკვეულხარ ეს ადამიანი რა სტატუსით არის თქვენთან, ხო, რაღაცა რატო არის თქვენს გვერდით და საერთოდ რა მოეწონა თქვენში, ხო, არის ეს. რა ხდება დღესდღეობით?
ნახეთ აქ არის აშკარად არის ისეთი მოქმედი ურთიერთობა არის, ნამდვილად აქ არ არის დამთავრებული ურთიერთობა, მაგრამ აქ არის როგორი მომენტი, რომ რაღაცნაირად ხელს უშლის თითქოს რაღაცა მომენტები ურთიერთობის გაგრძელებას, ხო? რატომღაც აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი ფიქრობს ერთი მხარე, რომ რაღაცას მანიპულირებს, რაღაცას მატყუებს, რაღაცა თქვათ გახსნილი არ არის, ხო? ეს ადამიანი რაღაც აი ზუსტად ის მომენტი, რომ აი ჩემთან რა უნდა, რატო არის, ხო? რაღაც გადაწყვეტა, თითქოს საკუთარ თავს უსმევთ ბევრ კითხვას, ხო? რაღაცას უცდილობთ, რომ გამოერკვიოთ, რომ ეს ადამიანი საბოლოო ჯამში სად მიდის, საით მიყავს ურთიერთობა, ხო? რა მოგატყუათ, რა არ მოგატყუათ, რატომღაც აი ბოლომდე ნდობლოც არ აგაქვთ, ხო? თითქოს, იმიტომ რომ შეიძლება აქ კიდევ მეორე მომენტი არის ის, რომ რა ხდება თქვენ შორის, ხო? რაღაცა ფლირტის მომენტი არის, რაღაცა ემოციების მომენტი არის და აქ შეიძლება ადამიანს აქვს იმის ილუზია, რომ თქვათ ესე უცბად გადაიზრდება რაღაც დაოჯახებასთან მიმართებაში ან რაღაც მსგავსი, მაგრამ აქ რაღაც ესე არ არის, ხო? ადამიანს უნდა უბრალოდ ურთიერთობა, კომუნიკაცია ფლირტის დონემდე, ხო? რაღაც ესეთი და აქ თითქოს რაღაცა არის ის მომენტი, რომ ხო არ მიყენებს ეს ადამიანი, ხო არ მატყუებს, მე ხო არ ვიგონებ რაღაცა ოცნებებს, ხო არ ქმნი ჩემს კოშკებს, ხო რაღაც ეს მომენტები არის. თუმცა აქ ურთიერთობა ნამდვილად დღესდღეობით აქტიური არის და არავინ ასეთ არ არის წასული, შესაბამისად ეს მის შორე ზუსტად ის არის, რომ აი რაღაცნაირად თითქოს ფიქრობთ, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ადამიანები ხართ და უბრალოდ რა მოსწონს თქვენში და რა გაიგო თქვენში, ან თქვენ რა მოგეწონათ ამ ადამიანში, რაღაცა ვერ ჩამოყალიბდით, ხო? რაღაც ან იყოს რაღაც ასაკობრივი მომენტი, შეიძლება ესეც ყველასთან ერთნაირად ვერ იქნება, ხო? მაგრამ აქ აშკარად ის მომენტი არის, რომ აი ურთიერთობა არის, მაგრამ ცოტა გაურკვევლობაში ვარ და ეს ადამიანი რანაირად, ხო? რანაირად ვახერხებთ, რომ გავიგოთ ერთმანეთს. კარგი. მოდით ნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. მისი ფიქრი. სხვათა შორის ესეც გაორებული არის ეს ადამიანი, იმიტომ რომ გაურკვევლობაში იმ მხრივ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივად ექცევით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ ხართ რაღაცა კარგად გახსნილი ამ ადამიანისთვის თქვენს და რაღაც ეჭვს თვალით უყურებთ, ეს ადამიანი რას ფიქრობს? ფიქრობს იმას, რომ თქვენ ხართ ძალიან მიზანდასახული, ემოციური, ბნებიანი, რაღაც ისეთი ქალბატონი, რომელიც თქვათ კაშკაშებს, ხო, პარტნიორი, რომელიც კაშკაშებს, ესე რომ ვთქვათ, და თვლის, რომ თქვენ ნამდვილად ხართ ის ადამიანი, რომელიც ახერხებს, რომ იყოს მისი გულის სწორი, ხო, ესე რომ ვთქვათ, ხო, ადამიანი, რომელიც ზუსტად რაღაცნაირად თითქოს აი ეს ადამიანი თქვენში ხედავს საკუთარ თავს, რაღაცა ეს მომენტიც მოდის და რას ფიქრობს კიდევ. და აი სხვადასხვა ძალიან უკვირს, რომ რანაირად ხდება ესე, რომ ის მამაკაცი და თქვა თქვენ ქალბატონი ან პირიქით, ხო, თქვენ ქალბატონის მამაკაცი და ანუ რანაირად არის ის, რომ ესე ჩემნაირი ხასიათი აქვს, ხო? რაღაცა ესეთი რაღაცა რომელიღაცა საკითხზე, რომელიღაცა თემაზე ესე ერთნაირად ფიქრობს, ხო? ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს, ასეთი მომენტი მოდის, ფიქრობს კიდე. აი ყველანაირი ქალბატონი ხართ, ყველაფერი ხართ, ესე ვთქვათ, ამ ადამიანში რაღაცა ძალიან დიდი ემოციებს აღწევთ, რაღაცა ერთ მხრივ ძალიან ესეთი ხისტი ხართ, მეორე მხრივ ძალიან რბილი და მოსიყვარული და თბილი, თითქოს აი ადამიანი, რომელიც სულ რაღაცა ერთ ტალღაზე და ერთ ხაზოვნად, ერთ ხასიათზე არასოდეს არ არის, ხომ ისედაც არ არის სხვა ადამიანი, მაგრამ აი ამ ადამიანის თითქოს წამებში და წუთებში იცვლება თქვენი ემოციური მდგომარეობა, თქვენი სიტუაციები. ანუ ეს ადამიანი აღგოთ, როგორც ეს რაღაცა როგორც თავისწორადაც, ასევე ძალიან ნაზ ადამიანად, რომელიცაც ძალიან სჭირდება გვერდში დგომა, ძალიან სჭირდება მოფერება, ხო? მაგრამ რაღაც მომენტში რას ფიქრობს იმას, რომ საერთოდ არ გიცნობთ, საერთოდ არ იცის თქვენზე თითქოს არაფერი, ხო? რაღაცნაირად
ბევრი რაღაცა ინტერესი აქვს. შეიძლება ფიქრობს ეს ადამიანი, რომ თქვენ რაღაცა თუ არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ რაღაც ისე კაფიოდ გამოხატოს დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში, ურთიერთობაში, ხო რაღაცა აქ არის კიდე ის მომენტიც, რომ უბრალოდ შეიძლება ფიქრობს, რომ ვინმე ხომ არ ყავთ, ნახეთ რაღაც მომენტში შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ იმდენად ასეთი შორი დისტანციურად კი, შეიძლება რაღაცა გაებრანჭეთ ყავას ძალით, მაგრამ რაღაც ისეთ დისტანციას იჭერთ ამ ადამიანთან მიმართებაში, ალბათ ახალი ურთიერთობაც არის და მაგიტომ იჭერთ დისტანციას, მაგრამ ფიქრობს, რომ სხვაც ხომ არავინ არ არის რაღაცა თქვენს ცხოვრებაში, ხო, რაღაცა სხვა ურთიერთობა, ან ყოფილი მეუღლე, ან მეუღლე, ან რაღაცა ისეთი და შესაბამისად რაღაცა ეს დისტანცირებულად გაქვთ ურთიერთობა. აქ ახალი ურთიერთობა, მაგრამ მოდით ნახოთ რა ემოციებს აღსწრავთ ამ ადამიანში, იმიტომ რომ გრძნობები ცოტა რთული იქნება ემოციები. სხვათა შორის ძალიან ისეთი სტაბილურ ემოციებს აღსწრავთ. აშკარად ამ ადამიანს აქვს თქვენს რაღაცა სტაბილური, წარმატებული, ტყვიანი, რაღაცა მომთმენიც, ხო? როდესაც არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს შეუძლია რომ ძალიან კარგად დაალაგოს ყველანაირი სიტუაცია, ხო? რაღაცა სულ სიახლეს შეგაქვთ მის ცხოვრებაში. აი, ყოველი თქვენი გამოჩენა ამ ადამიანისთვის რაღაცა ახალის მატარებელი არის, ხო? რაღაცა თქვენი გამოჩენა ამ ადამიანს თავიდან აწყებინებს რაღაცა ფიქრს, რომ აი დღეს ვაფშე სხვანაირია, ხო? დღეს საერთოდ სხვანაირი ვიზუალი აქვს, საერთოდ სხვა რაღაცა სპორტულ სტილზეა, ხო? მეორე დღეს გამოცდებით რაღაცა კლასიკური ხართ, მესამე დღე მის ამ ადამიანის რაღაცნაირად გძრავთ ამ ემოციას, რასაც ადამიანი რომელსაც ვერ ამოწურავ, რაღაცა ესეთი მომენტი. მოდით თქვენ არ მაინტერესებს, რისთვის გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? ნახოთ, რისთვის გამოჩნდა ეს ადამიანი? მასალა ძალიან ლამაზი არის, ნახეთ, როგორი ლამაზი გარეკანი აქვს. რისთვის გამოჩნდა? ესეთ რაღაც ეს ადამიანი რისთვის გამოჩნდა თქვენთან მიმართებაში, მე ესე ვიტყოდ, ეს ადამიანი გამოჩნდა თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ რაღაცა თქვენში გარშემო თუ კი ვინმე მატყუარ არის, თუ კი ვინმე რაღაც ისეთი შეფარვითი ადამიანები არის, რაღაცნაირად მოახერხოს მისი გონიერებით, მისი გამჭრიახობით, მისამი თქვენი დამოკიდებულებით, პატივისცემით, ხომ, გამოგიყვანოთ და არ შეხვიდეთ, არ შეცდეთ ამ სიტუაციაში და შეცვლოთ თქვენი სამყაროს, თქვენი მდგომარეობის დაცვა, ხო, ისწავლოთ თქვენი თავის პრიორიტეტების დაცვა, თქვენი ოჯახის დაცვა, ხო, თქვენი საკუთრების დაცვა. შესაძლებელია ვიღაცისთვის ეს ადამიანი რაღაცა ცოტა ასე ვთქვათ იურიდიული საკითხების მოგვარების მდგომარეობასაც დაეხმაროს, ხო, რაღაცა აშკარად ადამიანი არის მოსული დასახმარებლად თქვენს ცხოვრებაში და რაღაცა იმისთვის რომ მოახერხოს სტაბილური, კარგი მეგობარი იყოს, ხო, თქვენთვის პირველ რიგში მეგობარი. მოდით თქვენ რატომ გამოჩნდით ამ ადამიანის ცხოვრებაში? ეს შესაძლებელია ხა ეს ამსახურებრივი ურთიერთობაც გაქვთ, ხო, თქვათ, მაგრამ აშკარად რაღაცა ერთმანეთისთვის დამეგობრება არის. თქვენ რატო გამოჩნდით მის ცხოვრებაში? აი, თქვენც რაღაცა უნდა გადაალახინეთ ამ ადამიანს. თითქოს თქვენც უნდა მისცეთ ის ენერგიები, რომ ამ ადამიანმა თავიდან დაიწყოს, ხო, რაღაც ეს ადამიანის აშკარად ცოტა ესე ვთქვათ ტრანსფორმაციას გადის, ხო, რაღაცა განსხვავებულად მიდის მისი ცხოვრება, ხო, შეიძლება რაღაცა ეტაპი დასრულდა ურთიერთობის ამ ადამიანის ცხოვრებაში და რაღაცა თუნდაც ურთიერთობის არა საკარიერული კუთხით და რაღაცა ხა საერთოდ ახალი სიტუაციები და დაიწყოს და თითქოს აი რაღაცა თქვენ აი როგორი მომენტია თვითონ ორივე თქვენ ერთმანეთთან გამოსდით იმიტომ და თითქოს იმიტომაც გავხართ ალბათ ეს ძალიან ერთმანეთს რომ ერთმანეთს დაეხმაროთ. ოღონდ ნახეთ ამ ადამიანს სჭირდება დახმარება იმაში რომ გადის დიდ ტრანსფორმაციას და სიახლეები რომ კარგად
შეიგრძნოს და აი ეს სიახლეები, რაც მის ცხოვრებაში შემოდის დაამუშავოს კარგად და რაღაც ემოციები მისცეთ ძალა, რომ გადალახოს თუ რაღაცა პატარა ისეთი ხარვეზები აქვს და პრობლემები აქვს და ეს ადამიანი თქვენთვის შემოვიდა, იმიტომ რომ აი თითქოს მოახერხოს დაცვა იმ გარემოცვისგან, რომელიც თქვა თქვენს მიმართ რაღაცა ტყუილს ამბობს ხო, რაღაცას გატყუებთ, რაღაცას არ გეუბნებათ სიმართლეს, თითქოს რაღაცა აქ საბუთებით მოგაგვარებინეთ, რაღაცა სახლის მდგომარეობასთან მიმართებაში, თითქოს ადამიანი დაგეხმაროთ რაღაცა თქვენი მიზანი არის, რომ რაღაცა შეიძინოთ თქვენი სახლი ხო და ეს ადამიანი თითქოს რაღაც დაგეხმაროთ. აი აქ აშკარად ურთიერთგაცვლა არის ენერგიებითა დახმარების. კარგით ნახოთ. და ქმედება იქნება უახლოეს პერიოდში ამ ადამიანს. თქვენს მიმართ ქმედება. ისეთ არის, ნახეთ, ქმედების მომენტი ცოტა რთული არის, იმიტომ რომ ამ ადამიანს ჯერჯერობით გაურებული აქვს სიტუაცია. შესაძლებელია, ნახეთ, გითხარით, რომ შეიძლება თქვენ რაღაცა ურთიერთობები დავიწყებით, რომელიც ჯერ ამ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს რაღაც ემოციები, სადაც არ არის ჩახურული ურთიერთობების მდგომარეობა. შეიძლება ახალი დაშორებულიც არის ადამ პარტნიორს, ხო? ან უბრალოდ ისეთი გაკვეთილი მიიღო, რომ ხა ესე მარტივი არ იქნება. თუმცა თქვენ ძალიან კარმული ადამიანები ხართ, ხო? მისი ნაბიჯები რა იქნება თქვენს მიმართ პირველ ეტაპზე ის, რომ გამოერკვეს საკუთარ თავში, საკუთარი ცხოვრების მოტრიალება შეძლოს, ხო? საკუთარი თვითრწმენა აღიდგინოს ამ ადამიანმა თქვენთან მიმართებაში. აი, ნახეთ, საკუთარი პირველ რიგში საკუთარი ენერგიების აღდგენა, საკუთარი მდგომარეობის აღდგენა, იმ სიტუაციის, აი რაღაცნაირად შინაგანი, ფინანსური, რაღაც ადამიანი დადგეს, ჩაიხსნას ყველა ის რაღაც ზედმეტი ტვირთი, დადგეს ფეხზე და რაღაცა მერე უკვე მისი ნაბიჯები იქნება ემოციური, რაღაცა ისეთი რბილი, მოსიყვარულე, შესაძლებელია აქ რომ რაღაცა იყოს ისეთი ურთიერთობის საწყისი, ხო, ისეთი საწყისი, რომელიც რაღაცა შედეგამდე მიგვიყვანს, ხო, თქვენ კარმული ადამიანები ხართ, შესაბამისად, როგორი მომენტიც არც ამ ადამიანზე არის დიდად დამოკიდებული ნაბიჯები და არც თქვენზე არის, როგორც ჩანს, ხო, იმიტომ რომ აქ თითქოს სამყარო განაგებს თქვენს შეხვედრასაც, თითქოს აი როგორი მომენტია იცით, რომ მთელი ცხოვრება რაღაცას ებრძვით და რაღაცნაირად უცბად ეს ადამიანი არ საიდან აი რო არ აქცევთ ყურადღებას ან თქვენ გემოვნებაში არ ჯდებოდა ან რაღაც და ესეთი ადამიანი მოდის, რომელიც რადიკალურად ცვლის თქვენს ცხოვრებას, ხო? მაგრამ ეს არის აი თქვენი კარმული ადამიანი, რომელმაც უნდა გაასწავლოთ ძალიან ბევრი რამ და თქვენც უნდა ასწავლოთ აქ ერთმანეთის მიმართ არის ის მომენტი, რომ ურთიერთობაში შრომის ჩადების მომენტიც არის. აქ ხარ რა ნაბიჯებს გააკეთებს, ეს მარტო მისი ნაბიჯები არ უნდა იყოს, აქ თითქოს თქვენც უნდა გააკეთეთ. ნახეთ, აქ ურთიერთობაში ორივე ადამიანი უნდა ჩადოს და ყველაზე მეც ასეთ ვინც ჩადებს ამ ურთიერთობაში, ეს არის სამყარო და სამყარო თვითონ განაგებს ამ ურთიერთობის აღმავლობასაც და დაღმავლობასაც. ხვდებით? ანუ ეს ურთიერთობა არ არის იმისთვის, რომ რაღაცა ერთმა მხარემ იმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ აქ რაც არ უნდა იყოს სამყაროსთან იქნება. განვითარების პერსპექტივა. აი, ნახეთ, განვითარების პერსპექტივა აშკარად ცოტა ესეთი რთული არის, იმიტომ ნახეთ, ზუსტად ის რაც გითხარით, ნახეთ, განვითარებაც, არ განვითარებაც, მარჯვნივ წასვლა, მარცხნივ წასვლა, ვერც თქვენ და ვერც ის ადამიანი ვერ გადაწყვეტავთ ისე, თუ სამყარომ არ მისცა ბიძგი, ისე რომ ნახეთ, აქ როდესაც ვამბობ იმას, რომ თქვენი რა ნაბიჯებს გააკეთებს და პირდაპირ გეუბნებით, რომ ნაბიჯებს როგორც ასეთი ეს ადამიანი ვერ გააკეთებს თვითონ, ჯერ რაღაცებს აალაგებს, ეცდება და დაალაგოს, თავი გამოიყვანოს, ცოტა ემოციას მოგცემთ ეს ადამიანი, მაგრამ აი რაც შეეხება განვითარებას, მარჯვნივ წავალთ, საით დატრიალდება ფორტუნას ბორბალი, ხო? რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ხო? სამართლიანად სამყარო
თქვენთვის, როგორ დაინახავს თქვენს ურთიერთდამოკიდებულებას, ურთიერთჩადებას ურთიერთობაში, იმის მიხედვით იქნება და პერსპექტივა განვითარების ცოტა ისეთი რთული მომენტია, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ისეთი ხმლის ენერგიებში ამოდის. აქ თითქოს როგორი მომენტია, იცით რომ აი განვითარებასთან მიმართებაში ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, არ ვიცი, სოხუმის ენერგიებში ამოდის სიტუაცია განვითარება. აი ნახეთ, აქ თითქოს რაღაც მომენტში შევიყვები, რომ თქვენი ურთიერთობა დასრულდება და მე შეიძლება განახდეს თავიდან იმ ემოციები და იმ რაღაცა სიტუაციებით, რომელიც თქვათ მე გინდათ, ხო? რომელიც გინდათ რომ იყოს. ხო, აი აქ აშკარად ძალიან მკვეთრად არის ახლა თავის გადმომიხდა არკანით. აქ ძალიან მკვეთრად არის თითქოს ეს ადამიანი თქვენ წინაპრებმაც გამოგიგზავნეს იმისთვის, რომ რაღაცა თვალი აგეხილოთ, რაღაცა დაგეხმაროთ, რაღაცნაირად გვერდში დაგიდგეთ. თქვენ ის თქვენ, ხო? აი აქ ურთიერთობა არის დამოკიდებული სამყაროზე, არის კარმაზე, არის ღმერთზე რო იტყვიან, ასე რომ პერსპექტივებზე ვეღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ აქ ძალიან ცოტა ჩამიკეტეს პერსპექტივები, პირდაპირ მითხრეს, რომ არაფერი არ მოხდება, თუ არ მიიღებს სამყარო ამ გადაწყვეტილებას, ხო? და პერსპექტივებს რაც შეეხება პერსპექტივაში ლენორმანით, აი თქვათ, მინდოდა რომ ეს გამერკვია ეს ამდენი ხმალი, ხო, რაღაც 8 ხმალი, 9 ხმალი, 10 ხმალი, დასრულება, წასვლა, დამთავრება, შიშები, ყველაფერი ერთად და აქ როგორი მომენტია, ისეთ აი სამყარო ამბობს იმას, რომ მოდი, ვილაპარაკოთ პერსპექტივაზე, იმიტომ რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტია, რა, როგორ და რანაირად განვითარდება. ამას ჩვენ დავალაგებთ ისე, როგორც საჭირო არის, ხო? ასე რომ აქ რაღაცნაირად ურთიერთობას როგორც ჩანს უნდა გაყვეთ, უნდა მიყვეთ და ურთიერთობას, რომელსაც გაყვებით თქვენ, უბრალოდ შეხედოთ, ხო, რაღაცა რაც შემოგთავაზებთ სამყარო აშკარად ესეთი ამ კუთხით განვითარდა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. ალბათ ესეც გამოვიდა დღევანდელი გასვლა მეფეთნიერ ურთიერთობებს გისურვებს წარმატებას ითხოვ თქვენთაგანს, ულებს სიყვარულს, ბედნიერებას და იმედია სწორად და კარგად გაიგეთ თქვენს და ეს ადამიანით იმ კარგ მდგომარეობას და იმ ურთიერთობას, რასაც სამყარო შემოგთავაზებთ, საკმაოდ საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ როდესაც სამყარო თვითონ წყვეტავს რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს, ყოველთვის ძალიან საინტერესო და ლამაზი ურთიერთობაც გამოდის ხოლმე. კი, ბევრ რაღაცას სწავლობთ, ბევრ რაღაცას ასწავლით, ცოტა რაღაც ესეთი მტკივნეული მომენტებიც იყოს, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა ხოლმე ყოველთვის. მე ესე ვუყურებ ამას ყოველ შემთხვევაში. ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს, წარმატებას, ულებს სიყვარულს და ეს სამყაროს გქონდეს თქვენთვის ძალიან ლამაზი თვილი და სასიამოვნო სიურპრიზები. დროებით.